ასეთი ალანჩხუთის რაიონის ცხოვრებთან ნაწილის მოთხოვნები, როგორია ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი ნოდარ ჯავახიშვილი მომბის პირდაპირ ეთერში გვერდება. საღამოშვიდობისა ბატონო ნოდარ, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობისა. ბატონო ნოდარ, თქვენ განაცხადეთ რომ ავტობანის მშენებლობის პარალელურად მოსახლეობას ადეკვატურ თანხას თავაზობთ. ისინი საპირისპიროს ამბობენ. რატომ არის ეს თანხა ადეკვატური სახელმწიფოსთვის და მიზერული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის? იმიტომ რომ მიდგომებია განსხვავებული და აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ადამიანების დიდ მომრავლესობამ არა მარტო საქართველოში არ იცის რა არის ფასი, რა არის ღირებულება. ეს მე შეურაცხყოფის თვალსაზრისით არ ვლაპარაკობ, ეს სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში მასია. ეს ადამიანები რო ლაპარაკობენ რომ 92 წლისაა თუ 1812 წლისაა შეფასება, მაგას რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს? ფასი შეიძლება საუბარი არის რომ მიწის შეფასება ხდება ანალოგების მეთოდით. რა ღირს დღეს მიწა, იქ გვერდზე მდებარე, ახლო მდებარე, რამდენად გაყიდულა ბოლო პერიოდში. აქედან დგინდება ანალოგების მეთოდი ძირითადად. ადგილობრივები ამბობენ რომ ეს ფასი დადგინდა 2012 წელს, მას შემდეგ ვითარება შეიცვალა, ლარი გაუფასურდა და მაბატიეთ რა შემოგივლეთ. მას შემდეგ მიწის ფასი არ გაზრდილა საქართველოში, თუ არა და თქვენ თვითონ მიბრძანდით თქვენ სოფელში და დაადგინეთ. აი როგორ იყიდებოდა 2012 წელს თქვათ ჰექტარი მიწა ან 100 კვადრატული მეტრა და რა ღირს დღეს. ეხლა უამრავი რამე მოვისმინე და მათ შორის ისიც რომ თურმე დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დაცემულა და ფასი უნდა მოუმატოთ. თუ ლარის კურსის დაცემა გამოიწვევს და უკვე თუ გამოიწვია საქართველოში მიწაზე ფასების ზრდა, რა საკვირველია ჩვენ მაგას გადავიანგარიშებთ, მაგრამ ესეთი ფაქტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ დოლარის ანალოგს კი არ ვაძლევთ მაგაში ფასს. რაც ღირს მიწა, იმის ფასს კი არ ვაძლევთ, მე ადრეს გამოვედი და ვთქვი. იმ ფასზე კი არ არის ლაპარაკია მინიმუმ 8-10 ჯერ უფრო მეტ ფასზე, იმიტომ რომ რასაკვირველია უქმნით ადამიანებს გარკვეულ უხერხულობას. კონკრეტულად ჩვენ სიუჟეტში ბატონო ნოდარ ფიგურირებს ციფრი 3 ლარი. აქვე რესპონდენტები აცხადებენ რომ სხვაგან თქვათ ადგილობრივებს გადაუხადეს 18, 17 და 20 ლარიც კი. ეს საკითხავია კიდე მაგათ იციან რამდენი იყო უცხიში ჩაწერილი გადასახდელი ფული ვის გადაუხადეს ეს კიდე საკითხავია და მე მგონი მაგას სამართალდაცვები ორგანოები გაარკვევენ. იყო რასაკვირველია შეფასებები საკმაოდ დიდი, მაგრამ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია რომ მოსახლეობას ეს ფული არ მიუღია. ანუ ეს მაბატიეთ ჟარგონზე, მაგრამ იქ ათკატების ელემენტი იყო. გააკეთეთ თუ არა თქვენ მიმართვა სამართალდამცავ ორგანოებში უკვე? როგორ? უკვე თქვენმა სამინისტრომ გააკეთა თუ არა ამის საფუძველზე, საფუძველზე რასაც თქვენ აცხადებთ ახლა მიმართვა? მაბატიეთ რა ორხმაში ლაპარაკი არ გამოგვივა ალბათ მე და თქვენ რა. ჩვენ სამინისტროს დაყენებულია გესაკითხი და დიდი ხანია გამოძიება მიდის. მათ შორის მე ადრეს ვთქვი მილენიუმ ტრანსფერ რომელიც გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა შეიძინეს იქ მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი მიწები და მე სახელმწიფოს უზარმაზარ ფასში გამოასყიდინეს. ეხლა ამ ფასზე მელაპარაკება მე ზოგიერთი ადამიანი. და მე მინდა იმ მამაკაც ალბათ მამაკაც იყო მე ვერ ხედავ ხმაზე ესე მივხვდი. არავის არ ვეკაკულუცები მე და თვითონ რას აკეთებენ იქნებ იმას მიაქციო ყურადღება. ჩამოვიდეს მინისტრი და გადამიწყვიტოს საკითხიო. რა ბაბუა ჩემი თუ უფროსი ვერ გავიგე. ზუსტად მაგაშია საქმე, მაგათ ჩემთან საუბარი კი არ უნდა თორე ნახევარი სამინისტრო გავაგზავნე იქა. ნახაზებით, რუკებით, სულ ყველაფერი აუხსნეს. მაგათ ჯავახიშვილის იქ ჩასვლა უნდა გადამიწყვიტოს საკითხიო. და მაბატიეთ ჯერ არა ვარ მაგდონეზე მე რომ თიც ვინც დამიქნევს ისე გავცე სახელმწიფოს ფული და ვის ფულზეა ლაპარაკი მინდა გაიაზროს უყველამ ჟურნალისტმაც, გლეხმაც და ინჟინერმაც. ვის ფულზეა ლაპარაკი? მე რა ჩემი ჯიბიდან ვიღებ თუ ბაბუა ჩემის ფულს ვაძლევ მაგათ. მთელი საქართველოს მოსახლეობის ფულით უნდა გადაუხადოთ მაგათ ეს ფული. და რაზეა საუბარი კიდე ერთხელ გეუბნებით. მოიხედონ გინდას ლანჩხუთში და გინდას სხვაგან სადაც ესეთი პრეტენზიები აქვს. სად გაყიდულა უფრო ძვირად მიწა? და ეხლა მაბატიეთ აქ არის ორი კატეგორია. არიან ადამიანები, რომელიც შეგულიანებული ქვეყნის გარედან და შეიძლება დავასახელოთ პირდაპირ როდესიდან მუშაობენ გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე, რომ წააქეზონ ეს მოსახლეობა და ეს მოსახლეობა სამწუხაროდ ნაწილობრივ აყოლილია ამაზე. არიან აქ აი ეს საბოტაჟნიკები და არიან მეორე ადამიანები, გაჭირებული ხალხი, რომელზეც უნდა უფრო მეტი ფული, ვიდრე უხდის ვინმე. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, არის სახელმწიფოს აუცილებლობა. არის ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში, სასამართლო და ჩვენ ვაძლევთ მაგის უფლებას ხელს ნუ შეგვიშლიან სახელმწიფო საქმის კეთებაში და სასამართლო რასაც დაუდგეს, იმდენს გადაიხდის ზუსტად სახელმწიფო. კეთილი ბატონო, რომ მე ჩავკეტავ და გზას არ გავხსნი.
საქართველოში არსებობს ხელისუფლება, არსებობს სახელმწიფო. სადაც მართლები იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, რასაკვირველი ეგ გაიტანენ თავისას, სადაც არ იქნებიან მართლები სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის ძალადობის მექანიზმი. და მე გარწმუნებთ, რომ სახელმწიფოს ყველა პროგრამა შესრულდება. იმ ფასის მიხედვით, რომელსაც თქვენ თავაზობთ ავტობანის ჩვენ თავაზობთ კი არა, რომელსაც ისინი იღებენ. მე არავის მაბატიელინაცვალე, უკვე მეორედ გაიმეორეთ. არავის თქვენ პირადად არ თავაზობთ. ზეპირად, ერთი წამით ეს არის გათვლები გაკეთებული საერთაშორისო დონორებთან შეთანხმებული პროგრამით. გათვლების მიხედვით დადგენილი ფასით, ბატონო, ადგილობრივი მცხოვრებლები მიიღებენ თუ არა ზუსტად იმდეს და იმაზე მეც, რაც ღირს მათი კუთვნილი ტერიტორია. აუცილებლად მიიღებენ იმაზე მეც, ვიდრე ღირს, მაგრამ ღირს უნდა შევაფასოთ სწორედ. გასაპირებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის პროტესტი არ გახდეს იგივე სამუშაოების შეფერხების მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ ქართული სახელმწიფო შეძლებს მაგას, რომ სამუშაოები არ შეფერხდეს მაგის გამო. და ისე ჩაიხედონ კარგად და მე გარწმუნებთ, მე მივმართე უკვე სამართალ დამცავებს და ისინი აუცილებლად გამოიკვლევენ და მიხედავენ, ვინ აწყობს აი ამ აქციებს. და არა მარტო გურიაში. გასაგებია, ოპოზიცია ხშირად ადანაშაულებს ხელისუფლებას, ბატონო ნოდარ, რომ ინფრასტრუქტურის პროექტები შეჩერებულია ან შეფერხებულია. რომელ ოპოზიციაზე მელაპარაკებით, გენაცვალე? ნაციონალური მოძრაობა. ვაი, თქვენ ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციაზე ეძახით და მე ვთვლით, რომ ეგენი სახელმწიფო დამნაშავეები არიან. საპარლამენტო სახელმწიფოში ისინი არიან უმრავლესობის წარმოდგენილი უმცირესობა. ისინი აკეთებენ ასეთ განცხადებას, მე მინდა რომ თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნით, მაბატიეთ რა. ორ ხმაში არ გამოგვივა საუბარი, მე გავიგე შეკითხვა. გინდა საპარლამენტო იყოს და გინდა საკონსტიტუციო. ბატონო ნოდარ, მაინც არის საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ტენდერები ფერხდება და გარკვეული ტენდერები ჩერდება. თქვენ თუ შეგიძლიათ გითხრათ გეგმებზე კონკრეტულად. იქნებ განმიმარტოთ, რას ნიშნავს ტენდერები ჩერდება, ტენდერები ფერხდება. თავად თქვენ გამოთქვით ვარაუდი, რომ ხდება მიზანმიმართულად გარკვეული ტენდერების გასაჩივრება, იმისთვის რომ მოხდეს შემდეგ ამ ტენდერების ჩაბარება და აღსრულება. ეს სხვა საკითხია, მე გამოვთქვი ეჭვი, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს სამწუხაროდ უსაფუძვლო გასაჩივრებები გაიზარდა და გამოვთქვი ეჭვი, რომ იმიტომ რომ ვერ ავხსენი ვერანაირად, როცა კონტრაქტორმა იცის, რომ აუცილებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია და აბსოლუტურად სამართლიანად და საფუძვლიანად მოხდა მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაცია, რატო შეაქვს საჩივარი? ძალიან კარგად იციან ხო ეს პროცესი. ამიტომ ვამბობ, რომ არის ესეთი ეჭვი. დავაკვირდებით კიდე და შეიძლება მივიდეთ ფაქტამდეც. ბატონო ნოდარ, დღეს ლარის კურსი საკმაოდ დაცემულია დოლართან მიმართებით. შარშა დევალვაციის მიზეზებს შორის სახელდებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც ბიუჯეტიდან ითვისებს ჯანდაცვის შემდეგ ყველაზე დიდ თანხას. წელს რამდენად შეგიძლიათ თქვენ იყოთ გარანტი იმისა, რომ არ იქნება იგივე პრობლემა, რაც იყო შარშან და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თილად აითვისებს იმ თანხას, რომელიც შარშა რამდენად იყო ეს პრობლემა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა მაქვს გარკვეული ინფორმაციები, რომ შარშან ძალიან აქტიურად ხდებოდა შარშან და წინა წლებში ძალიან აქტიურად ხდებოდა ავანსების გაცემა. მე ვთვლი, რომ წელს მაგის საშუალება არ იქნება, იმიტომ რომ ავანსების გაცემა ჩვენ ჩავაყენეთ გარკვეულ და მე ვფიქრობ, რომ საკმარის წესრიგში ჩვენ 30 და 50%-ს არავის არ მივცემთ ავანს და რაც მთავარია, ავანსი იქნება 10+10 წესით და მხოლოდ რეალურად შესრულებულ სამუშაოებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფლაციურ პროცესების ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ანუ ვარაუდობთ, რომ გეგმა ზომიერად მოხდება თქვენთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ათვისება. ვაიმე ვერ გავიგე. ანუ თქვენ ვარაუდობთ და ამბობთ, რომ წლის ბოლომდე გეგმა ზომიერად მოხდება ბიუჯეტიდან თქვენთვის გამოყოფილი თანხის ათვისება. რასაკვირველი და რაც მთავარია, მოხდება სამუშაოებზე გაცემა ფულისა და არა, თქვათ, ავანსად, როცა 4-5 და შეიძლება მეტი თვე, ფაქტურად რეალურად სამუშაოები არ კეთდებოდა და ფული უკვე გაცემული იყო. პირიქით ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა კონდეს დადებითი ეფექტი, იმიტომ რომ ჩვენი სამუშაოების ძირითადი ნაწილი კეთდება საერთაშორისო დახმარებებით, ანუ დონორების თანხებით, ეს არიან დოლარი და ევრო. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი შესრულებული სამუშაო, რომელზეც მიდის დონორების თანხით ანაზღაურება, პირიქით ქვეყნის სავალუტო მარაგებს უნდა ავსებდეს, ანუ თანაფარდობას დოლარსა და ასე ვთქვათ, ლართან უნდა ლარის სასარგებლოდ ასწორებდეს. ბატონო ნოდარ, მიუხედავად ამისა, არის თანხა, რომელიც გაიცემა ბიუჯეტიდან და აგარისტორება ხდება ლარში. კონტრაქტორი ფირმები იღებენ შეკვეთას, ახლა კიდე მათ შეკვეთაში შეიძლება ლარის კურსმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა. როგორი გაქვთ თქვენ ინფორმაცია, ხომ არ შეუქმნის ლარის დღევანდელი კურსი პრობლემას იმ უკვე გაცემულ კონტრაქტებს, რომელზეც თქვენ ელოდებით ზუსტად იქ უნდა მოუბრუნდეთ, აი წეგნარაზეც მოსახლეობა ლაპარაკობდა ლანჩხუთიდან.
იქ სადაც ლარის კურსის დაცემა გამოიწვია, თქვა, შესაბამის სამუშაოების გაძვირება, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და გვექნება ვალდებულება, რომ ეს რა ქვია, სამუშაოები არ შევაფერხოთ. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენთან ლარის კურსის დაცემა მოყვა რუსეთს და უკრაინას შორის სიტუაციის დაძაბვას და რუსეთიდან და უკრაინიდან მათ შორის სამშენებლო მასალები ძალიან დაბალ დემპინგურ ფასში შემოდიოდა, ამან ზოგადად არ გამოიწვია მშენებლობის მნიშვნელოვანი გაძვირება. აქედან გამომდინარე, უმრავლეს შემთხვევაში ამის ინდექსაციის ან დამატებითი საკომპენსაციო თანხების გაცემის საკითხი არ დგას ისე მწვავედ. თუმცა არის ისეთი ობიექტები, განსაკუთრებით წყლის ნაწილში, იმიტომ რომ მილების დიდი ხარჯია იქ და მილები დასავლეთიდან შემოდის და იქ გვექნება ესეთი პრობლემები, დონორებთან შეთანხმებულები ვარ და ჩვენ დამატებით იქნება იქ სადაც ამის საფუძველი იქნება საკომპენსაციო თანხები გაცემული. ბიუჯეტურ თანხებში პრაქტიკულად არა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენს მშენებლობაზე ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით გზებზე. ბიტუმი შემოდის და სხვათა შორის ბიტუმის ფასი არ გაძვირებულა, მაგრამ დანარჩენი პრაქტიკულად ცემენტი ჩვენი გვაქვს აქედან გამომდინარე ბეტონიც პრაქტიკულად ჩვენ მშენებლობა არ გაგზვირებია მნიშვნელოვნად. ამიტომ ვთვლი რომ ეს ტკივნეული პრობლემა არ იქნება. სადღაც რასაკვირველია კონტრაქტორებს გაუჭირდებათ, სადაც იმპორტულ პროდუქციაზე მუშაობენ და იქ ვფიქრობ რომ იქნება შესაძლებლობა შესაბამისი კომპენსაციის გაცემისა. გასაგებია ბატონო ნონდარ, ვინაიდან ლარის კურსზე ვსაუბრობთ, მინდა როგორც მთავრობის წევრს კითხოთ, როგორია თქვენი მოლოდინი ახლად შექმნილი მონიტორინგის საბჭოსთან დაკავშირებით? ელით რომ ეს ცვლილება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეროვნულ ვალუტაზე? მე ვფიქრობ, რომ ესეც მალე და ავტომატურ რეჟიმში ეს შედეგი არ იქნება, თუმცა რასაკვირველია ზედამხედველობის დონე თუ გაიზრდება, ფულადსაკრედიტო სფეროში წესრიგი მეტი იქნება. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს იქნება რაღაცა კრიტიკულად დადებითი შედეგი. იმიტომ რომ მთავარი ფულადსაკრედიტო პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანაში ეროვნული ბანკი არის და რჩება მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობა გამოიყო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნოდარ. მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. კარგად, ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.